ათასობით პალესტინელი ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰიდან გარბის. ისრაელმა ევაკუაციის შესახებ მორიგი ბრძანება გასცა, რომელიც თითქმის მთელ ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ვრცელდება. გაეროს პალესტინელ ტოლმუთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ევაკუაციის შესახებ ბრძანება 140,000 ადამიანს შეეხო. ამავდროულად ისრაელის არმია განაგრძობს სახმელეთო ოპერაციას ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც მათი მტკიცებით ჰამასის 50 მებრძოლი გაანადგურეს. ისრაელმა შეაჩერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიმდინარე თვეს განაახლა ავიადა სახმელეთო ოპერაციები. მან ასევე შეზღუდა საკვების, საწვავის, მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში. ისრაელის არმიამ უარი განაცხადა დაეტოვებინა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი, როგორც ეს გათვალისწინებული იყო იანვარში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და ამის ნაცვლად ალტერნატიული წინადადება წარადგინა. ჰამასი დაჟინებით მოითხოვდა ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას, ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტასა და ისრაელის ჯარების გაყვანას დარჩენილი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.